მოგესალმებით მეგობრებო. აბა როგორ განწყობაზე ხართ, შემოგთავაზოთ საინტერესო გასვლა. გამოვიყვანეთ აგერ ჩვენი ბაგი. მოვიდა ლევანიც, თავის დეფენდერ ოქტათი, ამზადებული ყავს ყველაფერი. მივდივართ კახეთის ტურზე. ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ არ აუშვით, ბიჭები დაგვერვადებიან. მოკლედ დავგეგმავთ გასვლებს, აუცილებლად შემოგვიერთდით. საინტერესო გასვლებს დავგეგმავთ. მოდის თოვლის სეზონი, ცოტა არ იყოს ტალახი. ყველა დავიღალეთ, მე მგონი, დღესაც მე მგონი ტალახებში მოგვიწევს სიარული, ვნახოთ როგორი ამინდი იქნება კახეთის მიმართულებით, გადამშრალია ყველაფერია და აქედან გამომდინარე ვნახოთ, შევხედოთ. მე მგონი კარგი დრო უნდა ვატაროთ ყველამ. მოდი. Кайф, всё. Кайф. Всё, დავკეთეთ. დავიწყე. გიო რა ვახარ, გიო. ხარ კარგ განწყობაზე? ამან შეუძლებდი როგორ ვიქნებ. ზედ გაზის ხვირზე? იქ რო კაცინჯდეს ხელს გაგვიქნებდა. ლევან მოგვიყევი, აბა. მე კი გავაკეთო ცალკე განხილვა. ამ მაგარი და ლამაზი მანქანის, მაგრამ რა არის ეს მანქანა? რა მოდელია და რითი განსხვავდება სხვა დეფენდერებისგან? დეფენდერია, მოდიფიკაციას ქვია ოქტა. შექმნეს კონკრეტული მოდელი იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, კონკურენცია გაეწიათ ისეთი მანქანებისთვის, როგორც არის G73 AMG. მეტი ესე პირდაპირ კონკურენტი ფაქტიურად არ წყავს, იმიტომ რომ თან სრულფასოვანი ჯიპია, ჩვენ რასაც ჯიპს ვეძახით, მოკლედ თავის უკანა ხიდის ბლოკით, მეჟასეორი ბლოკით, დადაბლებით და ასე შემდეგ. და აქსელერაცია ისეთი და იმაზე უკეთესია, ვიდრე G73-ს. იმაზე უკეთესი. ანუ ეს დეფენდერის კუზავ, ასე რომ ვთქვა, ტიპებმა დაითრიეს. ზუსტად აი პირდაპირ შედარება რო გავაკეთოთ, ამასა და დეფენდერს შორის ერთ-ერთი ისეთი სხვაობაა, როგორც F150-სა და F150 Raptor-ს შორის. იგივე სხვაობაა, რაც მაგალითად მე-5 სერია BMW-სა და M5-ს შორის. აი ერთ-ერთი, იმიტომ რომ გააგანიერეს კრილოები, არ მახსოვს რამდენი სანტიმეტრით, მაგრამ საკმაოდ განიერია ეს მანქანა. შესაბამისად ფენდერები სხვანაირი აქვს. შეცვალეს დაკიდების სისტემა, გიტარები, პადვესკა აბსოლუტურად სხვა არის. რაღაცა ინოვაცია აქვს ეძახიან 6D სისტემას პადვესკაში. დაკიდების სისტემაა, ხო? რომელიც აბსოლუტურად სხვანაირად მუშაობს და ალბათ მე კიდე ამას გააგრძელებენ და ამ მიმართულებას გაყვებიან და რაღაც სიახლეებს კიდე შემოგთავაზებენ, იმიტომ რომ ეხლა დანერგეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს და ალბათ ყველაზე მეტად რაც უნდა და ყველა ჩქარი დეფენდერის პატრონს, ეს კიდე უფრო ჩქარია. ჩადეს M5-ის ძრავი, პრინციპში M5-ს ვამბობთ, მაგრამ X5M-ში, X6M-ში, XM-ში აბსოლუტურად ყველაფერში 4 და 4 რაც დევს, ოღონდ M-ის 4 და 4. მან განსხვავებაა, რომ M-ის რომელიც არის, ანუ ჩვეულებრივს აქვს რაღაცა N მოდიფიკაცია, იმას აქვს S მოდიფიკაცია, ესეთი დეტალებია ხოლმე განსხვავება და მოკლედ ჩადეს M-ის კონკრეტულად M-ის ძრავი, რომლიდანაც ამოიღეს 635 ცხენის ძალა სტოკში, სტანდარტულ ვერსიაში. გააძლიერეს გაგრილების სისტემა, როგორც თვითონ ამბობენ, იმიტომ რომ ჩვენ დატვირთებს ვერ გაუძლებდაო და 8 HP კოლოფი, რომელიც უკვე ყველა თანამედროვე მანქანაში გამოიყენება, თავის ლანჩ კონტროლით, თავის ყველაფრით და რა ვიცი, მივიღეთ
ჩქარი, კომფორტული და რაღაცა უცხო ყველგან მავალი, იმიტომ რომ ის ბაზარზე ესეთი რაღაცა რო გინდა რომ შეიძინო, დიდი არჩევანი არ არის. და რამდენი მანქანაა დაახლოებით აი ეს ოქტა გაყიდული საქართველოში? რამდენი გადის? დადის ყველა საქართველოს Land Rover-ის ცენტრმა ჩამოიყვანა და გაყიდა. მე ახლა ზუსტი სტატისტიკა არ მიწარმოებია, შეიძლება რა მცირე სხვაობა იყოს, მაგრამ მე ვიცი რომ არის 5 მანქანა. ნუ შეიძლება შევცდე და არის 7, მაგრამ მასიურად ეს მანქანა არ ჩამოყავთ და არ იყიდება. საკმაოდ შეზღუდული რაოდენობები არის. ფასიც ისეთი აქვს, რომ თლად მას მარკეტი არ არის, ასე ვთქვათ და ცოტა ისე უზომილი ოდენობით ჩამოყავთ და ყიდია. ასე იგი ბატკნის ტყავში გადაცმული მგელია? ზუსტად ეგ მომენტი აქვს, შეხედავ, ნუ დაკვირვებული თვალი მაშინვე არჩევს, რომ განიერია ბევრად და დისკები სხვანაირი აქვს და ნუ ცოტა სხვა ტიპია, ეგრევე ეთყობა რა, მაგრამ ზოგადად ჩვეულებრივი მომხმარებელი და ადამიანი რომელმაც არ იცის მისი არსებობის შესახებ შეიძლება ვერ მიხვდეს და თქვას რომ უბრალოდ უი რა კარგი მანქანა, რა კარგი დეფენდერი ყავს და ეგ რაღაც მომენტში დადებითიც არის, რამე მომწონს ეგ. ან ისე მაგრად არის გაკეთებული ეს ყველაფერი შეხამებული ერთმანეთთან, რომ ხო, ეგეთი ძალიან ბევრი სხვაობა აქვს. ეხლა სიდენიაში 4 თუ 5 ბასავიკი უყენია, თვითონ აუდიო სისტემა 1300 ვატია, როგორც მახსოვს და ყველაზე მძლავრი დეფენდერის და ვაფშე ეს მერიდიანი რაც არის 700 ვატიანია, მეტი არა. და ეგეთი განსხვავებები საკმაოდ ბევრი აქვს. იქ რაღაცა სტროჩკები სხვანაირი, ნიკელები სხვანაირი, სადღაც დეფენდერი აწერია, იქ სადღაც ოქტა აწერია. აქვს ესეთი დეტალები, ამით მწარმოებელი საკმაოდ კარგად მანიპულირებს ხოლმე, მაგრამ ამ მანიპულაციების შედეგად ჩვენ გულსაც იგებს. ამას დაკიდების სისტემაც ხო აქვს და თან კლიერენსიც სავარაუდოდ უფრო მეტი აქვს, ხო? მაღალზე ილიფტება, რო ილიფტება სხვა მანქანები პადუშკებით რო აწევს, სხვადასხვა სისტემებით ძალიან გრუბდება, შეგიმჩნევიათ ალბათ, ხისწდება გრუბდება, ეს ქართული სიტყვა და ამას ეგ არა აქვს რა აწიე, ისე იგივენაირად არის, როგორც ჩამოწეული და რაღაც სხვა პრინციპია, მე ამის ჩემ ახსნას ჯობია, რომ თუ ვინმე საინტერესებს წაიკითხოს, იმიტომ რომ მაგალითად საერთოდ არ გააჩნია სუხოი ეგრეთ წოდებული. აი, ვაფშე სხვანაირად იმართება, საერთოდ სხვანაირად მუშაობს. 4-ვე თვალი ჩათვალე, რომ ინდივიდუალურად პალიშებზეა, ხო? პალიშებზეა და პლუს დამატებით რაღაც რეზერვუარები აქვს, რომელშიც წნევაა და მისი კარგად თუ დააკვირდები და აი ცოტა კარგად თუ მოусმენ მუშაობის რაღაც მომენტში ხმაც კი ისმის რომ მუდმივად მუშაობაშია რაღაცებს აკეთებს რა აქვს სხვა რეჟიმები თავისი აი Raptor-ს ხო აქვს Raptor mode რა და მაგითი არის ცნობილი ამას აქვს ოქტა mode გადაიყვან ოქტა mode-ზე და off-road რეჟიმში შეგიძლია ჩქარა იარო ბაჰა რეჟიმში დადის ძალიან კარგად ასევე აქვს dynamic mode, რომელზეც ასფალტზე შეგიძლია აჩქარდე დალანჩო, ეგრეთ წოდებულად და საკმაოდ კარგი შედეგებიც მიიღო. აჩქარება რა გვაქვს ამაზე ახლა? ეს არის 4 და 4 twin turbo და უზარმაზარი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 2.5 ხო მაინც იქნება. უზარმაზარი მანქანა, რომელსაც აეროდინამიკა ახლობით პარაშუტთან ახლოს აქვს. გაშლილი პარაშუტის აეროდინამიკა. და ჩქარდება 0-ის 3.8-ში. რა სერიოზული შედეგია და იმისთვის რაც არის. კარგი, მოკლედ ერთი დღე მოვიცალოთ ერთად და რეალური განხილვა გავაკეთოთ ამ მანქანის, ისე რომ თან დაგათვალიერებინოთ დეტალებს, რა როგორ და რანაირად. წავედით ახლა გველოდებიან ჩვენი მეგობრები, ჯაბაც გვირეკავდა გზაში, ნახოთ აბა დაუკავშირდეთ რას გვეტყვის. ესე ვიჩადეთ არ ჯობია. ნიკო დაიძრა უნიმოგით წავიდა ჩვენი კამაპის ჯალო ეს ჯაბას დინოზავრი ეს ლაივში გადავიდეთ
ქოჩას მანქანა პორტალებზე ნახეთ მეგობრებო, რა სუფთად და ლამაზად აქვს გაკეთებული, გადაკეთებული აქ აპორნებზე. ეს თემოსევიჩის კი იცნობთ ყველა. წალგატაბაწყურის რისხვა. ეს ირაკლი რამიდოდა სახში დაჯარიყავეჩი ამ ფოტოშინეო ბალიში ეს არანორმალ ხატანო რამინდრობთ საულ ნიკო 140-ით გაგვას 80-ით ვიდის ხოშიანა ეგ სტაბილური 80-ით უღერავს ვაგი ხო არ გაგვასწრებს გავუსვა აკაშკა მარცხი მიკროფონში შევედით თელ-ავივი აქ ბიჭები გველოდებიან ჩვენ სოკარის ბენზოგასამართ სადგურზე და აქედან დავიძრებით უკვე მალევე შევალთ ტრეკს ესეც სოკარი შეეთ სადმე გაჩენდი სოკარზე და როგამ აქ ვერ შევალო შეთი აი წინ გავაჩერე. კი ბატონო, აი გავაჩერეთ. ეოთმე ხუთი ამოვიარე ბომბონი. გამარჯობა. დამეგე. ნარდი ფული ტიხდი? ნარდი ფული. ფარად. აგობრები შემოგვიერთნენ. ბირჟა ნაროდა, ხო? ხო. მადლობა, აი, ძალიან. წავედით. რეზო მოგვიყევი აბა ეხა ამ მანქანის შესახებ. ძალიან ბევრს აინტერესებდა რა არის, როგორ არის ისტორია, თავიდან ბოლომდე. ანუ ქარხნული ნივა იყო, პიკაპი. ქარხნული პიკაპი. ბაზა ნივისა დარჩენილი, მაგრამ დაბლიდან რამა, ხიდები, ნისანია. ძრავი გვაქვს BMW M57 თავის მექანიკური კოლოფით. და რაზად გვიყენია Dodge-ის. განძლე რაზად მიწებს ნაკლებად წერავს. დანარჩენი ვიზუალურად ხედავთ მანქანა რა. დიდი შრომაა ჩადებული, ერთ შეხედვით იტყვი რომ ნივა რა. მოდი დავათვალიეროთ როგორ აქვს გაკეთებული დეტალურად. ვაჩვენოთ. ჩვენ მეგობრებს შეიძლება ინტერესდეს საჭის მიღებ მოღებაში გეხმარება ზეთის შენ ზეთის გიდროლიკურზე გიყენია? ოჩახი ის არ არის რომ ამორტიზატორი იყოს. ნუ დასვენებული ხარ რა, ყველანაირად დაცული ხარ საჭესთან ადაყმებიდან გამომდინარე. ეს რისია რა მანქანისა, ტრაქტორის იქნება. ესა? ეგ არის გაშისია ჩესნისა, ყველაზე გამძლე, რაც მუშაობს კალახში და გამოცდილება გვაქვს მაგისი გაწმოს. სხვათა შორის ეგ ძალიან საინტერესო რაღაც მითხარი.
მეც ვაწყობ რაღაც პროექტს. როზე წლები გამოყვანილი. კი. თვითონ გალონკიდან, ხო? კალიაში აი ეხლა ხო ვერ უღებს რა, ჩვეულებრივი რულავოი როგორც გინდა დაატრიალო, მანქანა აიწევა და საჭეს არ უღებს არანაირად. და გახვიდე корпуსი და ამოიყვანე წნევები, ხო? რულავოიდან ჩვეულები, ნებისმიერ რულავოიდან შეგიძლია ამოიღო. საერთოდ გაკეთებული, იქიდან ეგრე გავაკეთე. და დააერთე და ჩვეულები გეხმარება საჭეს. გაკეთე, თან მაგარია თქო. გოჩა შემთვისაც ახალია ეგ თემა. თუ უკვე ბებერი თემაა შემთთვის. გავაკეთე წინაზე, ხო ეგრე მქონა გაკეთებული. ვინცენცებს პაულოვსო, ხო იცი? კი, საერთოდ BMW დენიები, საჭე. კოლოფირი სიგირენია რეზო. კოლოფი. BMW-ს კოლოფი გიყენია. რაღაცა ბედნიერებას იღებ. უკანა ჯალამბარი აქვს ესე გაკეთებული. აბა ქვემოთ შევიხედოთ, თუ რამე საინტერესოა. ფაქტობრივად, ეხლა წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ეს მანქანა რამა ხო არა აქვს ნივას და რეალურად რამა როგორ გაქვს ისე გადაკეთებული რეზო, რომ ეს ხიდები დაამაგრე, ნივას რამა ხო არა აქვს. რამაზე გააჩი, რამა ცალკეა. შენ ცალკე რამაზე დასვი? რამაზე დავსვიო. და რის რამაზე დასვი? ეს არის უაზრეს. საღოლში. მეც გამიკვირდა რომ უყურებდი, ხა რომ გამომდიოდა. ფოტოჟურის ძალიან ნამდვილი რამა აქვს, ხდება, არის ხება. და დახრები აქვს, ხო, აქ ის კარგად არის. აგერ ჩვენი კახელი მეგობრებს, რა მაგარი პროექტები ქონიათ. ახლოდან რომ ვნახოთ. რა გაქვს აბა გაკეთებული? იოროა გარედან აწერია, მაგრამ იო გაჩულუქებული. რისი ხიდია? ბენეს რავი, ეს არის ჩვენი მეგობარი რევაზას შემოქმედება. თავისი ხელით აწყობილი ხიდი. რეზომ გააკეთა ესე იგი. და რის ხიდია? ჩულოქსია გადაკეთებული? ის მოხოვებია, შუა ხიდი არის პაჯერო 200. ბენეს კარომი, ბენეს რავი. ეს M57-ის რავი გიდგას? 2.0 turbo diesel. დატესტის რეჟიმია კიდე. ბაჩვენი კაბა. ესეთი აგრესიული გამოშვერილი დისკებით. ნახაცვე. კი, ოღონდ M57-ია ეს. ო, M57-ია, ხო? ამას ხელში ამოუვა ეს რავი. კი, კარგად წევს. ფოტოჟურის არ არის უს ფილმატური, 99-ია. წონაც არა აქვს შესაბამისად ხა ამას ისეთი. აბაროც მიგებს. მოდი. მოდი შვენი ნივა. ნიშანის ხიდებით. აბას პორტალები. ტოკიო რუბიკონი. ჩვენი დავითა. ჩვენი ზმა. ახე ბიჭო, რა მაგარი მანქანაა.
დაბრკოლებაა თუ არ არის, არ ვიცი. ტრაქტორსაა გავლილი, ან გაში ისეთ შეს. მეორეთი მოდია. გასავ. ოქრო ჩა. ერთი არ დაუხსავები. ეს თუ რას გონით არ გამოვიდა და შეიძლება. იცის. ამას მაგრად გაუჭირდება ზა. კი, ეთქობა. ავედი. მარჯვნი ვაიღე, მარჯვნი. კაი, მოიცა. კაი. იდი. მარჯვნი ვაიღე კიდე. აი მასე, ნელა მიყევი. ოპა. ჯალოიანი გააქვს? მიდი. ბლოკი არა გაგწინ? ოდნა უკარ მოდი. მარჯვნი ვაიღე და ოდნა უკარ მოდი. ეხა მაკედან ცუდი გზნობაა თორე მასეც არ ახარ. მოდი აბა ნელ-ნელა. მოდი. აბა რას აკეთებ? არა სწორედ. წამოდი პირდაპირ ნელ-ნელა რა. ნუ იღებ მაკეთ რულს. მასე, მოდი. ნელ-ნელა მოდი. ქვარი, რა იმ ქვას რო გადაცდები წამოხვალ. მოდი. აკეთ აიღე. მოდი, შიო გამოსული ხარ. მოიცა, არაფერი გატეხო ეხა. ჩადი უკან ცოტა. მოდი ჩადი, კიდე ცოტა. კაი, ეხა ჩაადგი და წამოდი რა. საჭი არ აიღო არსაით, სწორედ გიჭირავს, ჩაადგი წამოდი. всё. Ega. Nela ხიძე დაждო, ხიძე. Bravo. ნახოთ აბა ევჭირას იზავს აქ როგორი ვაშკაცებს. ბევრი. მარჯვნი ვაიღე და წამოდი. ვერ წამოვა, ვერა გამორიცხულია. აკეთ. კაია. მოხევი ბოლომდე. აი ბიჭი ხარ.
მარცხნივ. აი მასე. ლევან შენ ბაგს გადაუვლის. რამე იგრძნო? არა ისე ირნა შეულებრივად. ეს გადასავლით არის. მარჯვნივ ოდნავ და წინ წა. მარჯვნივ აიღე. აიღე, კარგი. დაბერი, დაბერი. ასული. მარჯვნივ. და კმიდი არის კმიდი. წინ საინტერესო გასართობი გველოდებაო და ნახოთ აბა რა იქნება. რა ზომავთ, აბა ჩვენც გვასწავლეთ რა. გატეხილი ჯოხით ეჭალი შეეჯოხი იღურებო და რა მსიღრმეო, არა? ბერგი, გასში ფეხი დაადგიდა აღარ აი. გამოუშვა უნიმოგი. ამანა საბსაბეთი. თან წმინდა გზადა გზა? ხო. აუ ეხლა იქ უნდა ჩაო. ბიჭო. პოლიციაა ბიჭო. მარიო თემა. თემო ნახე, თემო გაბრაზდა უკვე, всё. აგიკერე, მარდაკინა ხუს, რა საკეთებს? ნელა, ბიჭო, ნელა. FGS-ი ადვილად არ ყირავდება. დაჟე გამოაქანა? გავა, ცადოს უკან წინ გავა. მოძრაობს, ხო ხედავ? ადის გავიდეს უკან, რატომ უნდა გაიგო? რავი ჩაუცა. რომ მოინდომოს ამოვა. ამოვა. აი, დააფარ. ამოვა. თავარია წყვილს რო ამოყოფს არ დადოს. ემო რა უნდაო? გადი უკან, გადი. ისე ოქროთი ამოძრებოდა ეგრევე რა.
საბურავები აქ ცოტა მაინც. მარცხნივ აიღე, მარჯვნივ კი ნუ იღებ. რული გაასწარე, რული. ჩავაბარებ ჯანში. სამსაბურავები, მაგრამ არა ზო. Pajero. Ახუდობა. დაისვარე პაპი რა. ჩააქრე. ხო კარგად ხართ ბიჭებო? კარგად ხართ? ჯალო. ო! აი ხეზე გაფიმაზე მოცურდა და ამას დაუყადა. ხემა გაგდო ამან აღესა, ხო.
გადარჩნენ ბიჭები. პუნი მოქვს ჯალამბარი არა აქვს ბიჭებო, დანარჩენი ყველაფერი შეუძლია. ერთი კაცი უნდა შიგნით. ისა. რა იწია დაზადნო? რა არის იცი გოჩა, რო გადავაყირაოთ, იქით არ წავიდეს მერე, ძალიან დიდი ინერსია იწავა. იქით დაღმართი. არა. ერთი აქედან ჩავაბათ, ამო ეგება. ერთი აქედან ჩავაბათ, იქ უკან ჩავაბათ, რომ უკან ჩაიცუროს. ჩამოვალ მე და დავიჭიროთ და გადავაყირავ და აღარ წავ. მისმინეთ, დროშა ხო დაგეის მომწონს. მეური აზრი არ უყვარს ხოლმე და ერთხელ თქვას და ისე გავიგეთ. ჩემი აზრია მაგათი. ნახე რა უნდა თქვას, მანქანა ჩვეულებრივად უნდა დადგეს ერთი სალი, აი თქვი შემოყოფილი. ნებისმიერ ხეზე შემოატაროს გვერდულად ესე. გააბას ამას რამაზე რომ შერეს ხე გადმოაყირავს. ამასობაში მეორე მანქანას ლიბიოტყაზე უნდა ქონდეს დამული რომ ქვემოთ არ წავდეს. სულ ეგ არის. თუ უკეთესი იცით თქვენ. ის მოჭერით რა პირველ რიგში. ის მოჭერით პირველ რიგში რა დროშა. გამოატარებ, ტრავერსზე გამოდიო ვეღარ გადაგიცნობს. მიდი. დავჭიროთ, რამე არ მოგვიწოდება გავასწრო. ჩვენება რა. აბა წავიდა. და გვიყურე რა. აი, გაჭიმე, ცოტა და დაგვაცაინახე. მიდი. ეკაცე. ელა, აი სადღაცაა, ტრავერსზე გაჭი. ცოტა გაჭიმე რა. აი შენ აღარ გიწა. ძანელა. მიდი. სამშო გასწორებ. აი, ეხო. ეგ არის. აბარა დაზიანდა ნახეთ ახლა. ახურა. აკრას კაი პიკაპი გამოვა. მარტო ძრავი თუ არის. ერთი ორჯერ. არაფერი ცუდი ხმა არა. არაფერი არა. შევა დაკოქე. ხა ლოგო უნდა გამოვაჩინო. ამოიშვა თქოს. ჩანს როგორ რა გასწორდა? ეს მიაკეთდა. წავედით. აქანა დავკარგე და კუზავზე შემოვხდები მე მგონი მე. ჩალო. აბა გაჭიმე. აგემრიელად ხარ არა? დარდი არა გა ხო?
პორტალმა რა გითხრაო 46 სანტიმეტრი კლირენსია წარმოიდგინეთ რამხელა ლაფია საკმაოდ დიდი ინერციის გარეშე ვერ გავიდა ნელისლით ამავლაფდე დიდი ზურა გვაჩვენე კლასია აფა სადაც ეს პლასტმასი დაკარგე და გადი ამოვიდა იო აფრეშია კლირენსი არის ოწყი და ყუმბარა იომ ერთი ხიდი დარჩა აი თემოს ზეთ პატივი მაინც ჩვენი არ ჩავარდეს კაცი აჰა თემო შეო გასული ხარ მარემ წაიყვანე ნელ-ნელა რა არ გაარტყმევინო ოღონდ გამოდიახე გამოიწვი აჩი ესე აგრი არ გამოიწ არ ხდება ეური ეგრე არის
მოკლედ დაგვიზიანდა რამოდენიმე მანქანა, ლაითად გადავწყვიტეთ რომ ნაწილი უკან მიბრუნებული იყო, ბიჭები დაეხმარებიან ჩაყვანაზე, ნახევარზე მეტი ტრეკი გავლილი გვაქვს და სამი მანქანა, ნიკო, ზურა და ნივა პიკაპი რეზო მივდივართ წინ საინტერესო გასართობები გველის, ვნახოთ იმედია რომ თხრის შუქზე გავასწრებთ და ავალთ მაღლა. მოკლედ გადავწყვიტეთ ჩვენ ერთი მანქანით უნიმოგი, ნივა და ტოიოტა. გავაგრძელებთ გზას. ოიცა ნივა სად არის? ნივა წამოვიდა. ავედით. არაფერია წამოყვეს კაცო. დავედით არ დაგვაღამდეს. სურა რამდენი ხანია ხა რაც ეს მანქანა ყავს? ეს მანქანა ყავს უკვე მეოთხე წელია, მეოთხე ზამთარი. და როგორ კმაყოფილი ხარ, აბა გამოვიშვი. მოგვიხარ ამ ტყეში. ძალიან ყოფილი ვარ, რაც ავაწყე ეს მანქანა. აი, ხელი არ დამიდია, დავდივარ ყველგან, ყველანაირ გზაზე, ყველანაირ გზოობაზე. ოჯერ ხელი არ დამიდია. ამაში კეთება. ბოლოს როგორ გადაწყვიტე რომ ესე გაგემეტებინა მაშინის ის თქვი. ყველა მანქანაცადე, ყველა მანქანა ხოდა თითქმის ყველანაირი. ყველა წუთი. სალიმანი დამპრეული. და გარბენი რამდენი ქონდა? გარბენი ქონდა 200-მდე ქონდა გარბენი რო ვიყიდე ეს მანქანა. ეს არის გერმანიის ცენტრიდან გამოყვანილი და ყავდა ერთი ფლობელი, ერთი პატრონი ქართული კაცი, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, არის ექიმი. მართლა ექიმი, ის არა რომ სახელსავადმყოფო სამსახური. მართლა ექიმი ეს კაცი და ხმარობდა ოჯახში, ხმარობდა ამანქანას. შემდეგ წამოვიყვანა საქართველოში და 5 წელი იყენა გარაჟში, მე როგორც ფარეხში, ავტოფარეხში იყენა ეს მანქანა გაჩერებული. თვითონაც არ ცხოვრობს რა. წამოდიოდა 1001-ზე. ორჯერ ვარ სულ თაში ნამყოფიო ამ მანქანით. და ანუ სარკეა ჩვენთან სალოცავია. ხო. თავისაიში. სალოცავში ვარ, ორჯერ ნამყოფიო სულ. და მე გადაწყვიტე აგეწყო ეს. შემდეგ გადაწყვიტე გაყიდვა. შემთხვევით ვნახე და ვიყიდე რომ დავინახე მანქანა, აღარც არც ფასზე მისაუბრია, არც მიფიქრია უნდა მეყიდა თუ არ უნდა. და ბოლოს გადაწყვიტე უკვე გაგეკეთებინა ეს მანქანა. ბოლოს გადაწყვიტე, ანუ მანქანა იყო ფაქტიურად ქარხნული, სულ ახალი, სულ ყველაფერი იყინა, ესე იგი თითოეული ბოლტი შურუპირაც მოხსნილი ყველაფერს ქონდა თავისი საღებავი, ქარხნული საღებავი იყო, აი ისეთ საქმეა. შპილიკებიც ყველაფერი იყო ქარხნული. ამაზე ხარ აგიყენია რიფის დაკიდების სისტემა გაქვს? დაკიდების სისტემა რიფი. გადაცემები 5.53 42-იანი საბურავები თუ 43-იანი საბურავი, პედლოკები. პედლოკებით და წინა უკანა აერბე, ბლოკები. ბლოკები.
ძრავი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ძრავი, ხო, ძრავზე ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე. ბიჭებმა არჩევები მომწეს, რა როგორ გამეკეთებინა, გამოცდილება არ მქონდა სვაპის. ბოლოდან წამდე Toyota's ორიუზეტი. ორიუზეტი ჩავდგი ხამსას დახმარებით, ხამსა ალბათ ყველა მიცით off-road სამყაროში ვინც არის ოპა. აღარ გაუჭირდეთ ბიჭებს რო გადახვალობა გააჩერეთ. ნახოთ აბა Toyota როგორი ვაშკაცებს. თუ არ გაუჭირდა კარგია. კიდე კაი მანქანა გაუჭირდა. კაი კაი, გამოშალე, ეწიე. რალამაზია რა, შემოდგომა. შემოდგომის დღე. ზოგადად ის ხანაირი ლამაზია, სპეციალიზაცია. შირიგი თუ დიდხეები და ხშირები. მოგელეთ მიუყვებით ჩვენ ტრეკს. იმედია სწორად ჩაგვიყვანს კომბორსი. აი ესე მიდიხარ და მე უცბად იძირები ამ ფოთლებში. ისეთი კაი გასართობით ალახებია. დღელეთ თქვა ის ორი იყო დიდი. გზამორჩა. დაგვაშენდა. წავედი. შემოტრიალდეთ, ხო? სადიც? ბეზო! კომბორში გასვლა. გავიდეთ, სადაც გვინდა გზაზე, რა მნიშვნელობაა? თავარია ვერთობით და მოვდივარ და სადაც გინდა იგავიდეთ. დავაი, დააბზრიალეთ. აი ვიცარი ჩვენი ფული. სერგი. ყველაფერი. ამას გაიადგის სადგინე. რა პოჩაღია ეს მივა რა, ძალიან მომეწონა. ჰა? არა. დიდი შევარდით ლომებო. ოღონდ დაგვალოდე რომ ერთად ვიაროთ. დიდი. გამორთე, ვითხარი აბა ორეში თქვით. კახელი კაცი გადავართ. სადვარ. რა გვინდა? სადვართ და იმედგაცრუებაში. სადვარ ჩვენც არ ვიცით, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ერთად ვართ, კარგად ვართ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ
ისეთი მანქანებით ვართ, რომ დიდი ალბათობით არც არაფერი არ გაგვიჭირდება, რომც დავრჩეთ აგერ დიდი კუზაო გვაქვს, ყველანი დავეტევით, დავიძინებთ. დავა, მაგისტრის მოვედით რომ დავერთოთ. ჭაობები არ იქნება. ჭაობები გამოვიარე. შემოდგომა ყოველთვის მაგარია და სამთარი აქეთ. თუმეტეს. აქ ზამთარ შეიძლება შანსი არა. არა მგონი აქ ვერ ივლის. თუ ივლის კარგად გაერთობი. მაგრამ შეხედეთ გზა თუ არის და თუ არა და მოტრიალდებით. დავედით, გაგვისიგნალა არის გზა. დავედით. გამოვყევით ეხა ტრეკის გვერდზე პარალელურად და გზა დაგვიმთავრდა. მივიდივართ ისე უკან, დაახლოებით უნდა გავიაროთ 1 კილომეტრი, რომ მე მარჯვნივ გზა ვნახოთ. ისე კაი თავგადასავალი კი მოგვივიდა. საინტერესო. მოგლეთ გადავწყვიტეთ უკან დავბრუნდით ისევ ტრეკით, იმიტომ რომ გზა დამთავრდა. ის ტრეკი რომელიც ჰქონდა გატყევებული იყო 4 წლის წინანდელი ტრეკი იყო დიდი ალბათობით და ვდივართ უკან, რამე ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ არის, ფაქტია რომ ის გზა ანუ ვერ ვნახეთ, ან გატყევებული იყო, იმიტომ რომ ტრეკი სადაც მიდის, ზუსტად მაგ ტრეკს რომ მიუყვებით, ვწდებით რა და ის ტრეკი სადაც არის, შეყევხარ ხეებში და ტოტებში და აზრი არ აქვს. მოვდივართ, მოუყვებით, ნელ-ნელა ჩამოვდივართ. იგივე გადაშორის კარგად გავერთეთ. კვირა დღე რო ყოფილიყო, არ ყოფილიყო, უბრალოდ დღეს და რო ყოფილიყო შაბათი, კიდე საინტერესო იქნებოდა ახალ ტრეკებს გავჭრიდით. არა სიტყვის ზურა შემოვივლიდით რა. კიდე შემოვივლიდით და უჭველი ნახავდით, ანახავ გზას. რაღაც გზას ვიპოვიდით. ლევანამ ერთი პირი გამოიძინა. დამძინებო. ჩამოვედით. შიდობით. მოგლეთ მეგობრებო, დავასრულეთ ასე ჩვენი ტრეკი კახეთის, ერთ-ერთი ტრეკი. სამწუხარო ის იყო, რომ ბოლომდე ვერ გადავედით, იმიტომ რომ დაღამდა და ფაქტობრივად ის ტრეკის გზა რაც იყო, ორი ალტერნატიული გზა იყო, ვისაუბრე ამაზე კიდევ და რეალურად ორივე გზაზე შევედით. ვერც ერთგან ვერ ნახეთ გასასვლელი და მოგვიწევდა ალბათ 1-3-4 საათი იქ წვალება, რომ გზა გვეპოვა. ამიტომ წამოვედით, უკან დავბრუნდით, ყველა მშვიდობით ჩამოვედით, პატარ-პატარა დაზიანებები ქონდა მანქანებს და სამშვიდობოზე ყველა ჩამოვიყვანეთ. რეალურად ყველა კარგად არის, ყველა მხნეთ არის და ყველა უბრუნდება თავის ოჯახებს. საინტერესო გასვლა გამოგვივიდა, მაინც ვიხალისეთ. ტალახები მეტნაკლებად იყო, მართალია ბევრი არაფერი ისეთი არ იყო, მაგრამ გასართობად და საჩვენოდ ყოველ შემთხვევაში იმისთვის რომ ერთად დავჯექით, კარგი მწვადი შევწვით უჭამეთ და მოვეფერეთ ერთმანეთს, მაგისთვის ყოველთვის იქნება კარგი ამინდი. ასე რომ დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. მოგლეთ, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი YouTube არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.